Ну что, როგორ დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ ენაზე, მარტივად და სწრაფად. Ამ კითხვაზე რო უპასუხოთ, კიდევ 5 კითხვა უნდა გქონდეს ჩვენ. პირველი კითხვა ეს იქნება, როგორ ვისწავლოთ სიტყვები? მეორე კითხვა, როგორ ვისწავლოთ ფრაზები? ანუ ღამე რო გაგაღვიძონ, როგორც ქართულში იტყვი რაღაც ფრაზას წინანდებას გადააბავ, ესე უცხო ენაშიც როგორ გავაკეთოთ ინგლისურად ან რუსულად მაგალითად. მესამე, საჭიროა თუ არა გრამატიკა რა დოზებით და უბრალოდ მინიმალური რო არ შეგვეშალოს რაღაც დაბოლოებები თუ რაღაც წესები უნდა ისწავლოს ადამიანმა, ხო? ამასში გავერკვევით. მეოთხე, როგორ მივიღოთ პრაქტიკა, სასაუბრო პრაქტიკა ისე რომ არ გავიდეთ საქართველოდან. ანუ თუ წახვედი, ისედაც მიიღებ პრაქტიკას, ხო? ჩვენ გვაინტერესებს აქ როგორ მივიღოთ. და მეხუთე, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ გაგვეწელოს სწავლა. ანუ 7 წელი სწავლობდი სკოლაში, 2 წელი უნივერსიტეტში, 4 წელი მერე ვემზადებოდი სადღაც კიდე პედაგოგთან და საუბრობ, ეკითხები და არა, საუბარი არ შემიძლია. მესმის ყველაფერი, მაგრამ ვერ ვსაუბრობ. ანუ თუ ჩვენ გვეცოდინება იმის მიზეზი, თუ რა უშლის სინამდვილეში ხელს ადამიანს ენის ათვისებაში, რა ბარიერები არის აქ და ზოგადად პედაგოგებში და ასე მეთოდებში რა ბარიერებია. ეს თუ გვეცოდინება, ჩათვალეთ, რომ 40% საქმის მოგებული გვაქვს. ანუ ჩათვალეთ, რომ უკვე სწორ გზაზე ხართ. და დანარჩენი არის უბრალოდ დისციპლინის საქმე, მეტი არაფერი. Ну что, ბევრი რაღაც გელოდებათ ამ ვიდეოში. მზად ხართ? Тогда поехали. Ну что, რაც შეეხება როგორ შევიყვანოთ სიტყვების სწავლა, ფრაზების პრაქტიკა და გრამატიკა, ამაზე გაგცემთ პასუხს შედარებით სწრაფად, მარტივად. ხოლო მეხუთე პუნქტი, ხო, რაც ეხება უკვე მიზეზებს და ნამდვილ იმ მეთოდს, რის გამოც ვერ სწავლობთ, ან მომავალში ისწავლით, ხო? ამას ბოლოს ვიტყვი, ამიტომ ბოლომდე უსმინეთ ამ ვიდეოს. Ну что, პირველი და მეორე, ეს არის სიტყვების და ფრაზების სწავლა. უყურეთ, მოდით გავაერთიანოთ ეს ორივე სიტყვების და ფრაზების სწავლა და ეს ორივე ჩავსვათ აუდიო კურსში. ანუ თუ თქვენ გექნებათ ჩვენი აუდიო კურსი, ან ნებისმიერი მოსასმენი, ისეთი რაც გესმით და ხვდებით, ახსნილი რა სადაც არის, ისეთ აუდიო კურსს თუ უსმენთ, ხშირად, ბევრჯერ, ჩათვალეთ, რომ სიტყვები ავტომატურად გიჯდებათ თავში. და даже ჯადოსნურად. და მერე ეს სიტყვები ფრაზებად გადაიქცევა. ანუ მე იქ ვსაუბრობ ფრაზებსაც ვამბობ და შესაბამისად ფრაზებით შეგიძლიათ ცალკე ავარჯიშოთ. Ну что, მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ იღებთ ჩვენს ერთ აუდიოს, ან ზოგადად აუდიოს მოსასმენს და უსმენთ დღეში ერთი და იგივეს სამჯერ. სამჯერ, კი. ანუ რატომ ერთი და იგივეს სამჯერ, ხო? რატომ სხვადასხვა აუდიოს არ უსმენთ სამჯერ, ხო? იმიტომ რომ რაც უფრო მეტჯერ უსმენთ ერთი და იგივეს, მით უფრო მალე ავტომატიზმამდე ხდება თქვენი. ანუ მით უფრო ნელ-ნელა თქვენი ხდება. Ну что, თავიდან სამჯერ უსმენთ პირველ დღეს, მეორე დღეს მერე ორჯერ უსმენთ, მერე დღე ჩაგდებით უსმენთ ერთი და იგივეზე მაქვს საუბარი. დღე ჩაგდებით, მერე კვირაში ორჯერ, მერე თვეში ორჯერ, სულ 10ჯერ თუ მოусმენთ ერთი და იგივე აუდიოს, ჩათვალეთ, რომ სიტყვები და ფრაზები უკვე თქვენი არის. აი, ტექნიკურად როგორ ხდება ეს, ხო? ამას ბოლოს გეტყვით მე. ანუ აი, მართლა მუშაობს თუ არ მუშაობს, ხო? ცოტა ხანში გაიგებთ. Ну что, მესამე, ხო? ეს არის გრამატიკის სწავლა. სად ისწავლება გრამატიკა და როგორ? უყურეთ, გრამატიკა რო ვისწავლოთ, ხო? სამწუხაროდ, უბრალოდ ისეთ კურსებზე სიარული, სადაც სულ გრამატიკაზე გესაუბრებიან, უყურეთ რა ხდება, მოდის გრამატიკა, შედის ყურში და მეორე ყურიდან გამოდის. დაკვირვები ხართ? გიuliat კურსებზე, ხო? ანუ ჩვენი კურსები მით განსხვავდება, რომ გრამატიკა არის ცოტა, აი, ნახეთ, ერთი ნახევარწუთიანი გრამატიკა
და სანამ გამოვა მეორე ყურიდან ვარჯიშები, წინადადებების შედგენები, ვარჯიში ამ გრამატიკების. Вот, უყურეთ, ანუ არ ვაძლევს საშუალებას რომ გამოვიდეს მეორე ყურიდან რა, ანუ სწრაფად, მიხვდით, რაც უფრო მეც ლაპარაკობთ გრამატიკაზე, მით უფრო არ გამახსოვთ, რომც დაგამახსოვდეთ, დიდად ვერ გამოიყენებთ, პრაქტიკა ჭირდება. Вот. ამიტომ, პრინციპში ესე პირდაპირ არ ურჩევ ხოლმე, მაგრამ მაინც გასინჯოთ, ერთი უფასო გაკვეთილი არის, აი, შეგიძლიათ დააკლიკოთ ქვემოთ. მოდით ახლა მეოთხე და მეხუთე პუნქტს გავაერთიანებ, როგორ მივიღოთ პრაქტიკა ქვეყნიდან გაუსვლელად და რატომ გვეწელება სწავლა მიზეზი გავარკვიოთ, რატო ვსწავლობთ 10 წელი, გვესმის ყველაფერი, მაგრამ ვერ ვსაუბრობთ, რატო ხდება ეგრე. Ну что, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორი სახის მეხსიერება, ტვინის მეხსიერება და კუნთოვანი მეხსიერება. ანუ, რომ არ აგიხსნათ მე რა არის და როგორ მუშაობს, უბრალოდ კითხვას დაგისვამთ. მაგალითად, თუ თქვენ ჩაიწერეთ ტელეფონის ნომერი, მაშინ გახსოვთ და მერე დაგავიწყდათ, რომელ მეხსიერებაში ჩაიწერა ეს, ტვინის თუ კუნთოვანში. ვიღაცას გამოვართვით ნომერი. 3, 2, 1, რომელში? ტვინის მეხსიერებაში, რა თქმა უნდა. ანუ რაც მალე შეიძლება ამოიშალოს, ან დაგავიწყდეთ, ეს არის ტვინის მეხსიერების ფუნქცია, რომ დაიმახსოვროს რაღაცა და მალევე ამოიშალოს რა, ან ცოტა ხნით იყოს რა, ეს მეხსიერება ესეთია. მაგალითად, მისამართი ჩაიწერეთ, მაშინ გახსოვდათ, მაგრამ ეხლა რო შეგეკითხოს ადამიანმა ერთი კვირის მერე აღარ გახსოვთ. მაგალითად, გამოცდაზე შეხვედით, გახსოვდათ, მაგრამ აღარ გახსოვთ. ეს არის ტვინის მეხსიერების ფუნქცია. ერთი კითხვა კიდე თქვენთან, აბა ველოსიპედზე ტარებას რო სწავლობთ, რომელ მეხსიერებაში იწერება ეს ყველაფერი? 3, 2, 1 და პასუხი არის ალბათ თქვენ უპასუხეთ რომ კუნთოვან მეხსიერებაშიო, ხო? სინამდვილეში ესი არის კუნთოვანი მეხსიერება, სწორი პასუხია, მაგრამ ერთი გამონაკლისი არსებობს კიდე. ანუ უყურეთ, როდესაც სწავლობთ პრაქტიკულად რაიმეს, პირველ ჯერზე, მეორე ჯერზე თუ ერთხელ იჯექი, პირველად ჯდები ველოსიპედზე, ისევ ტვინის მეხსიერებაში იწერება. კი, ეგრე ხდება. ანუ თუ ცურვა სწავლობ და პირველად ჩახვედი წყალში, ატან გონებას ვაიმე არ დავიხჭ, რაღაცებს ფიქრობ რაღაცეებზე, მიხვდით? და ტვინის მეხსიერებას ამუშავებ და ამიტომაც გიჭირს სწავლა რა, ანუ აბა როდის უნდა დავიწყოთ კუნთოვანი მეხსიერების ამუშავება. როდის უნდა ჩაიწეროს კუნთოვან მეხსიერებაში? ნახეთ, პასუხი არის იმაში, როდესაც ბევრ პრაქტიკას ვიღებთ. თუ ველოსიპედზე სწავლას თქვენ ერთხელ დაჯდებით და ვერაფერი გააკეთეთ, მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ, მეხუთეჯერ, მეათე დაჯდომაზე უკვე კუნთოვან მეხსიერებაში, ორიენტაცია ხელებში, ზურგში, ფეხებში, ეს ყველაფერი მეხსიერებაში ცოდნა ჩაიწერა, ესე რო ვთქვათ რა. და ამ ცოდნას ამოშლის ვინმე? ვერავინ ვერ ამოშლის ვერასდროს ვერ ამოშლის ამ ცოდნას. ანუ ველოსიპედზე თუ ისწავლე ერთხელ ტარება, всё, იცი, არ დაგავიწყდება. იგივეა ცურვა, თუ ერთხელ ისწავლე ცურვა, მერე რამდენიც არ უნდა ჩაგაგდოს ადამიანმა წყალში, გაცურავ. всё, 5 წელიც რომ არ ცურავდე, მაინც გაცურავ. ეხლა ერთი კითხვა მექნება თქვენთვის. ერთი კითხვა. ნახეთ, ენის სწავლის დროს რომელ მეხსიერებაში უნდა ჩაეწეროს მონაცემები, ვიღაცა გველაპარაკება, რაღაცას მოусმინეთ, ჩვენ ვილაპარაკეთ, წავიკითხეთ, რომელ მეხსიერებაში? ტვინის თუ კუნთოვანში? 3 წამს გაძლევთ? 3, 2, 1. უმეტესად ესეთ პასუხობენ ხოლმე, რომ ორივეო რა, ტვინის მეხსიერებაშიც უნდა ჩაიწეროს და კუნთოვანშიც, ხო? ესე რო ვთქვათ, რომ ისწავლოს ადამიანმა ენა, ხო? სინამდვილეში პასუხი, ხო, დაახლოებით ეგეთი პასუხი არის სწორი, მაგრამ ესე გეტყვით, უყურეთ, თუ თქვენ უსმენთ აუდიოს, მე რაც დასაწყისში გითხარით, ბევრჯერ, რატო გითხარით, რომ ბევრჯერ უნდა მოусმინოთ, ხო? უყურეთ, თავიდან ჩვენ რო უსმენთ აუდიოს, ხო, მერე მესამე მოსმენაზე უკვე ვიმეორებთ ხმამაღლა, მეოთხე მოსმენაზე უკვე ვაპაუზებთ და ჩვენი ინტონაციით ვამბობთ, ხმამაღლა უფრო ვამბობთ და ასე ემოციას ვდებთ შიგ და ესე ვაკეთებთ, ხო? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა
ჩვენ ის რაც ტვინის მეხსიერებაში უნდა ჩაგვეწეროს, ხო? ამას არ ვაკეთებთ და ვცდილობთ კუნთოვან მეხსიერებაში ჩავიწეროთ. ანუ გამეორებით, მოსმენა, გამეორება, პრაქტიკა, უკვე გადავედით აი მეოთხე პუნქტზე, რომელიც პრაქტიკა იყო, ხო, როგორ მივიღოთ პრაქტიკა? პრაქტიკა არის ის, რომ რაღაცეებს უსმენთ, უყურებთ, ხმამაღლა იმეორებთ და ვცდილობთ დაელაპარაკოთ და თქვათ ის, რაც მოისმინეთ. ოღონდ უნდა მოისმინოთ 3-ჯერ, 4-ჯერ იმისთვის, რომ არა უბრალოდ ტვინის მეხსიერებაში გაჯდეს ეს ცოტა ხნით, არამედ ბევრჯერ მოსმენით, ბევრჯერ გაგებით და ბევრჯერ თქმით კუნთოვან მეხსიერებაში რო გაჯდეს და როგორც თქვენ უკვე სურვა ისწავლეთ ან მანქანის ტარება, ისე დაიწყოთ საუბარი. ეხლა მე რაც მოგიყევით, რატომ არ იცის ყველამ, რატომ არ იცის ეს ყველა პედაგოგმა, რატომ არ უხსნიან ამას პედაგოგები საერთოდ, ხო? ამას ესეთი კითხვა დაგებადებოდეთ თქვენ, ხო? უყურეთ, თავარი პასუხი ამ კითხვის სად არის? თავარი პასუხი არის იმაში, რომ მე-17-18 საუკუნეში, ხო? მთლიანობაში ვერ იპოვეს ის ორგანო, ან თუ ჩვენ კარგად ვიცით, რომ რომელ ორგანოში, რომელი კუნთოვანი მეხსიერება ვარჯიშდება, როცა ველოსიპედს ატარებ. ეს არის ფეხების კუნთები და ხელების კუნთები, უნდა დაამუშაო. Ну что, ლოგიკურად ალბათ გაგიჩნდათ ორი კითხვა. პირველი კითხვა ეს არის, რომელ კუნთოვან მეხსიერებაში იწერება რომელი ორგანო არის პასუხისმგებელი ენის სწავლის დროს. თუ ვცურავთ ხელებია და ხელის კუნთებში იწერება, ხო? ანუ ეს ცოდნა და ვერ ამოშლი. ანუ ენის სწავლის დროს სად? ყური? ენა? რავი, ვიღაცა მითხრა შეხებაო, ანუ რო ეხები? ანუ სად იწერება, ხო? ეს პირველი კითხვა და მეორე კითხვა, რატომ დაგვიმალეს? ან რატომ არ გვასწავლიან სკოლაში? რატომ არ გვეუბნებიან ამას? რომ ბევრი პრაქტიკაა საჭირო, რომ ტვინის მეხსიერებაში რაც იწერება, ის შეიძლება მალევე ამოიშალოს, რომ უნდა ივარჯიშოთ ბევრი. რატომ? ანუ უყურეთ, დაგვიმალეს? იციან პედაგოგებმა და არ ამბობენ? თუ ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია არ გვაქვს დღეს 21 საუკუნეა და ინფორმაცია გვაკლია? Ну, სინამდვილეში ხო, ჩვენმა სკოლამ გამოიკვლია ეს, მე ბევრი პრაქტიკა, ბევრი შეცდომებზე, რომ ბევრს ვაკვირდებოდი ჩვენ სტუდენტებს უკვე 7-8 წელია, უკვე ვაკვირდებოდი, რამდენიმე დასაწყის გეუბნები, დასაწყისში ვაკვირდებოდი და გამოვიმუშავეთ, მივხვდით, საიდან ხდება ეს ყველაფერი და როგორ იძენს ცოდნას ადამიანი, ხო? Ну что, პასუხი როგორია ახლა? უყურეთ, ცოტა ისტორიას მოგიყვებით და აი ამ ისტორიით ჩვენ მივხვდებით პასუხს ამ ორ კითხვაზე. როგორ სწავლობდნენ მე-13-მე-14 საუკუნემდე საერთოდ ენას ბავშვები, ხო? უმეტესად დიდრულ ოჯახებში ძიძას ქირაობდნენ ან ამღზდელს და ასე ირნებდა, აჩვენებდა, აი ხიდი, ეხლა გადავალთ ხიდზე, ეხლა ხიდზე ვდგავართ, ეხლა გადავედით ხიდზე. მივხვდით და აი ესე პრაქტიკულად ასწავლიდა ძიძა. თუ მდიდარი ოჯახი არ იყო უკვე მეზობლები, ურთიერთობები, ვიღაც იყო მართლა როგორც ძიძა ის სახში მიდიოდა და მის შვილს ასწავლიდა მერე და ასე შემდეგ რა, ანუ მივხვდით ესე გადაიცემოდა. მაგრამ როგორც კი დაიწყო შემოსვლა გრამატიკული წიგნების, სადღაც მე-13 საუკუნის მერე უმეტესად გააჩნია ქვეყანას, მაგალითად რუსეთში მე-13-მე-14 საუკუნის მერე შემოვიდა, ხო? ანუ ეს გრამატიკული წიგნები როგორც კი შემოვიდა, ხო? თითქოს ეს გრამატიკული წიგნები იყო ტვინისთვის შექმნილი. თითქოს აი ადამიანი კითხულობს გრამატიკა, თითქოს ტვინში შედის, მაგრამ რაღაც ორგანო არ მონაწილეობს, აი რომელი ორგანო? ანუ არ ლაპარაკობს ადამიანი, არ ლაპარაკობს პირის აპარატი, გამოთიშულია და ადამიანი კითხულობდა გრამატიკებს, უკვე კითხულობდა ერთი გრამატიკის წიგნს, მეორე წიგნს, მე სკოლის პირველი პროგრამა, მეორე პროგრამა, მე-3 კლასი, მე-7 კლასი და ასე შემდეგ და გაგონებთ რაღაცას დღეისობით რაც ხდება მსოფლიოში, არ ვამბობ საქართველოზე, მთლიანობაში რა, ანუ ესე ხდება ხოლმე. სინამდვილეში, როგორც ჩანს, უბრალოდ დაეზარათ ლინგვისტებს იმ პასუხისმგებელი ორგანოს, ანუ იმ კუნთოვანი მეხსიერების პოვნა დაეზარათ და მიაკერეს ყველაფერი ტვინს და შექმნეს წიგნები, გრამატიკის წიგნები, ან რაღაც წასაკითხი წიგნები, რომელიც ტვინს ავარჯიშებს, ტვინს და რო კითხულობ რაღაცას, ან უბრალოდ გრამატიკებს იზეპირებს ადამიანი სკოლაში, მაგალითად, ან სადმე კიდე, ტვინში შედის, ტვინში და ანუ წარმოიდგინეთ ახლა ცურვას რო სწავლობდე წიგნით, ხო, იგივეა დაახლოებით, იგივე გამოდის და
ანუ მთლიანობაში რა უნდა გაეკეთებინათ? კითხვა არის ესეთი, რა უნდა გაეკეთებინათ ლინგვისტებს? პირველ რიგში უნდა ეპოვნათ ის მეხსიერების ადგილი, ის ორგანო, სადაც ცოდნა იწერება და ეს ორგანო არის პირის აპარატი. პირის აპარატი შედგება, ტუჩები, ენა, ყბა, ზედაყბა, ქვედაყბა, ესე გრუბად რო გითხრათ და აუცილებლად ყურთან არის შეერთებული ეს ყველაფერი, ანუ სმენა. ანუ სმენა შეერთებულია ამასთან. ალბათ ანატომიდან გეცოდინებათ რომ სმენა ისედაც შეერთებულია ცხვირთან, ხო? ეს ძალიან ფიზიკურად რო ვთქვათ რა, მაგრამ მთლიანობაში ორმაგად შეერთებულია ფუნქციურად გეუბნებით ეს სმენა პირის ღრუსთან. ამიტომ თუ შენ უსმენ ბევრჯერ რაღაცას, უსმენ ყოველ დღე ერთი და იგივეს, უსმენ, ეს შეერთებულია ამასთან, ავტომატურად იწყებ რაღაც მომენტებში საუბარს და თუ გჭირდება სადღაც პოლონეთში წახვედი, ან აპირებ წასვლას, ან კიდე უფრო სიყავს თქვათ უცხოელი, ინგლისელი, რუსი, უკრაინელი და ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, რაც მონასმენი გაქვს, ის უბრალოდ ტვინში კი აღარ არის, კი არა მოიშლება, მეხსიერებაში გაქვს და იწყებ იმ ყველაფრის, რაც მოისმინე, თქმას. მიხვდით? საუბარს იწყებ პირდაპირ. ამიტომ ჩვენ გირჩევთ ჩვენ აუდიოებს, როცა უსმენთ ბევრჯერ უსმენთ, პარალელურად იქ მე ინსტრუქციას მოგცემთ, რა უნდა გააკეთოთ, პირველ დღეს როგორ უნდა უსმინოთ, მეორე დღეს როგორ უნდა უსმინოთ, მესამე დღეს, მერე 4 დღის მერე, 1 კვირის მერე და ასე შემდეგ, რა უნდა გააკეთოთ, ზუსტად რომ ეს თქვენს ავტომატიურად, ავტომატიზმამდე თქვენს პირის აპარატში გაჯდეს. Всё, ეს არის ჩვენი მიზანი. და ეს ინფორმაცია დღეს რაც თქვენ მოგაწოდეთ, წესით უნდა იყოს ახლებური თქვენთვის. რაღაცა სხვა კუთხიდან არის მოწოდებული ეს ინფორმაცია, სხვა მხრიდან, სხვა თვალსაზრისით და ახლებური თვალსაზრისია ეს. ამიტომ ამას როგორ უნდა მოვექცეთ დღევანდელ ინფორმაციას, ხო? უბრალოდ უნდა აიღოთ და გასინჯოთ, უნდა ნახოთ, მუშაობს, არ მუშაობს, თქვენთვის მუშაობს თუ არ მუშაობს, ხო? ზოგადად რაც მეცნიერულია, 99% მუშაობს და მე გამოკვლევები მქონდა, პრაქტიკაზე დაფუძნებული და პრაქტიკაზე დაფუძნება იგივე მეცნიერებაა. ასე რომ ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი არის გასინჯოთ. შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩვენთან Facebook გვერდზე, პირდაპირ მე მომწეროთ ან ჩემს თანამშრომელს ჩვენს გვერდზე, შეგვიკეთოთ აუდიო კურსი და დაიწყოთ. თუ თქვენთვის ეს სასარგებლო იყო ყველაფერი, თქვენგან მხოლოდ ლაიქი, გამოწერა. ეს ორი რაღაც მოგეთხოვებათ. Увидимся на практике. Пока-пока.